1993 წლის 27 სექტემბერი იყო დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღე გვახსენებს ჩვენს ომის დამღუპველ შედეგებს, კრებას, დევნას, უსახლკარობას. იმ დიდ დანაკლისს პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ძალიან მძიმეა ხვედრი დევნილი მოსახლეობის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც იმისთვის, რომ მათ ღირსეული ცხოვრება შეეძლოთ ჩვენს ქვეყანაში და დავეხმაროთ მაქსიმალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ქართულ მოსახლეობას და არა მარტო ქართულ მოსახლეობას. მე გარწმუნებთ, რომ არანაკლებ მძიმე ხვედრია აფხაზი მოსახლეობის, რომელიც დღეს ცხოვრობს სეპარატისტულად ხაზგამყოფ ტერიტორიის იქეთ. სირცხვილია, რომ 21 საუკუნეში ჩვენ გვიწევს პირობითი და მოგონილი გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარის ცხოვრება. სხვა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ჩვენ ვიფიქროთ რაიმე ტიპის აგრესიაზე. ის ძალადობა, რაც ჩვენ მოახერხეთ, ძალითვე გქონდეს აზრად, რომ აღვადგინოთ. ჩვენ მხოლოდ ზმობით, მხოლოდ სიყვარულით უნდა შევძლოთ და დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა. 20 წელი დიდი დროა, რაც გავიდა ამ ტრაგედიიდან და დროა რომ დავიწყოთ ჩვენ ურთიერთობების აღდგენა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სიყვარულით ჩვენ მოახერხებთ დავიბრუნოთ ჩვენი ძმობა და ერთობა. ერთადერთი რაც ამ სიცარიელეს, ამ ტკივილს შეგვივსებს არის მტკიცე იმედი ჩვენი მომავლის. განსაკუთრებით მინდა მიმართო აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ქართველებს და ზოგადად ჩვენ მოქალაქეებს, რომ ჩვენი რწმენა ჩვენს მომავალში ისტორიული გამოცდილება მრავალათასწლოვანი გვეუბნება იმას, რომ ჩვენ აუცილებლად ფეხზე დავდგებით და ჩვენი ტერიტორიის სხეულს გავამთლიანებთ. ეს არის გარდაუვალი. გაურკვეველია ბედის უზოგო დაკარგულები არიან და იმედია ხელახლა რაღაც გარკვეული პროექტები დაიწყო და ბევრი მათგანის ბედი გაირკვევა, იმიტომ რომ გვაქვს ახალი ტექნოლოგიების საშუალებები, რათა უზოგო დაკარგულთა დიდი ნაწილი ხელახლა მოვიძიოთ. ბევრი ვეტერანი, რომელიც ცოცხალია, მათ აქვს ბევრი სოციალური პრობლემები და მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ბევრი მათგანისთვის მომავალ წლიდან იქნება სერიოზული დახმარება გაწეული. ეს საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. სამწუხაროდ ჯერ კიდე საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს საზოგადოებები აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ ამ თარიღს. ზოგისთვის ეს გამარჯვება და მეჭვენპარება რას მიაღწევს ამ გამარჯვებით არ ჩანს არანაირად, იმიტომ რომ კიდევ მეტად არიან დამოკიდებულები არიან გარე ძალებზე. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ძალიან დიდი ტკივილის დღე და ამავე დროს არის სიამაყის დღეც, ვინაიდან ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა მებრძოლებმა, ასევე მთელი აფხაზეთის მოსახლეობამ გაიღო ის, რაც შეეძლო ყველა საუკეთესო გაეცა თავის ქვეყნისათვის, თავის სამშობლოსათვის. ჩვენი ვალი არ დავიწყოთ მათი ამაგი, არ დავიწყოთ მათი გმირობა. დღევანდელ დღეს პერსონალურად ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 20 წლის წინ ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის კონფერენციის დელეგაციის შემადგენლობაში მე სოხუმში ვიყავი. 1993 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ კორპუსს გთხოვა სოხუმში ჩავსულიყავი და ადგილზე გავცნობოდით შექმნილ ვითარებას. მან გთხოვა შეგვეფასებინა გარდაუვალი საფრთხე, რომელიც ქალაქს ემუქრებოდა. დავხმარებოდით ამ ქალაქს საფრთხის თავიდან აცილებაში, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. თავიდან აგვეცილებინა სოხუმზე შეტევა და მისი დაცემა. ჩემი პერსონალური ინტერესია 20 წლის შემდეგ ვითარების ნორმალიზაცია, რომელიც უნდა დაიწყოს ჰუმანიტარული კავშირებით, როდესაც ადამიანებს აღარ ყოფენ ხელოვნური ბარიერებით, როდესაც ადამიანებს აქვთ საშუალება მოინახულონ წინაპართა საფლავები და დაამუშავონ თავიანთი მიწის ნაკვეთები. იმედი გვაქვს საზღვრის გავლების პროცესი დასრულდება და ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესს მივახცევთ.